თბილისის სააპელაციო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის საქმის განხილვა ფოტო-ვიდეო გადაღების გარეშე დაიწყო და დიდი ალბათობით ასეც დასრულდება. ადვოკატების მცდელობის მიუხედავად, სხდომის გადაღების ნებართვა ვერ მიიღეს. მოსამართლეთა კოლეგიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამიტომ მედიას სინდისის პატიმრების მთავარი სათქმელის აუდიტორიამდე მიტანა ისევ წერილობითი ტექსტების სახით უწევს. ხალხს მინდა ვუთხრა, რომ არასოდეს შეგვეშინდეს ერთი სიტყვის რევოლუცია. ყველა არეული რევოლუციით ლაგდება. რეზო კიკნაძის მთავარი გზავნილების ადრესატი დღეს მხოლოდ ხალხი არ ყოფილა. გითხარით რითი მოგწამლეთ. ასე მიმართა მან დღეს ქართული ოცნების ხელისუფლებას. სინდისის პატიმრის ადრესატი საქმის მოსამართლეც გახდა, რომელსაც მხოლოდ რიტორიკული შეკითხვა დაუსვა. იმის შესახებ წყდება თუ არა დღეს საქართველოს ბედი აშხაბადში. სოლიდარობას გამოვუცხადებ დიქტატურის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის მებრძოლ ირანელებს. ყველა ადამიანმა უნდა აიღოს მაგალითი, როცა ქვეყნის კეთილდღეობას პირად კეთილდღეობაზე წინაყენებ. რით მოგწამლეს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე. იმ თარიღებში, რა თარიღებშიც ბრალი წარგვიდგინეს, რა ნივთიერებებს უშვებდნენ, ეგ ვითხრან. სანამ პასუხს არ მივიღებთ, ყოველ წამს ინტენსიურად უნდა ვიკითხოთ. არ შეიძლება ეს დანაშაული შერჩეთ. თვითონ ერთმანეთშიც ვერ მოგვარებულან ისე რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო რაღაცები არ გვითხრან. მოსამართლეს ვკითხავდი, თვითონ თუ ფიქრობს, რომ ჩვენი ბედი აშხაბადში უნდა წყდებოდეს, პასუხს არ ველი. ჩვენც რომ ასე არ ვფიქრობთ, ამიტომ გამოვედით გარეთ, რაც დანაშაულად ჩაგვითვალეს. პატიმარი დემონსტრანტების რიტორიკული შეკითხვების ადრესატი დღეს პროკურატურაც იყო. მათ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზუიადაურის საქმე გაიხსენეს, რომელსაც მძიმე ბრალის მიუხედავად საპატიმრო აღკვეთი ღონისძიებაც კი არ შეუფარდეს. პატიმარი დემონსტრანტები კი დაკუჭული ქაღალდის ან წყლის ბოთლის სროლის გამო რამდენიმე წლიან სასჯელს იხდიან. თუმცა ეს გამამტყუნებელი განაჩენიც პროკურატურისთვის საკმარისი არ არის და სინდისის 11-ვე პატიმრისთვის ბრალის კიდევ უფრო დამძიმებას და 6 წლამდე პატიმრობას მოითხოვს. პროკურორებს უნდათ რომ რეალობა დაგვანახონ სხვანაირად, შემოგთავაზონ რაღაცა სხვა რეალობა. რეალობა არის ერთი. ანდრე ბრეტონმა და ლუის ბუნუელმა ვერ შეცვალეს რეალობა და ვახტანგ ცალუღელაშვილიც ვერ შეცვლის. არც ერთ ეტაპზე გამორიცხულია, რომ ნებისმიერი სისხლის სამართლის დანაშაულის აღიარება, იმიტომ, რომ არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. მაქსიმუმ იმ მტკიცებულებებით, რაც მათ ჰქონდათ. შეიძლება ლაპარაკი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე. ჩემი აზრით, ეგეც სადაო იქნებოდა. თავისუფლებას გისურვებთ აბსოლუტურად ყველას. ამ დარბაზში ვინც ხართ, ყველა ერთად ვართ, ერთად მივცურავთ, ერთ ნავში ვართ და ეს ნავი არის გადახეთქილი შვაზე და ყველა ერთად ჩავიძირებით. მეც სურვა არ ვიცი და ვერ მოგეშველებით. სინდისის პატიმრები მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც 2 დღის განმავლობაში შეწყალების მოლოდინში ციხეებთან ელოდებოდნენ, დღეს ისევ სასამართლოს სხდომათა დარბაზში შეხვდნენ. ამ საკითხზე მსჯავრდებულ დემონსტრანტებს შეჯერებული პოზიცია აქვთ. მიიჩნევენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ და არც შეწყალება სჭირდებათ. ერთადერთ ლეგიტიმურ გამოსავლად სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გამამართლებელ განაჩენს და გათავისუფლებას მიიჩნევენ. მე პირადად გუშინ არც ველოდი, არც ირაკლი ელოდა, ალბათ რაღაცა იმედი გაუჩნდათ, იმიტომ რომ საკმაოდ წამებრივად გააკეთეს, თუნდაც ის ადამიანები, ვინც ჩვენი პატიმრები რო საერთოდ დავივიწყოთ, სხვა ადამიანების შეწყალებას ხო ჭირდებოდა რაღაცა აგონიურული დრო, ვადა რომ ის ადამიანები გამოსული იყვნენ და რა ვიცი, ყველას აწამებენ აქ მარტო სინდისის პატიმრებზე, ანტოლი პატიმრებზე არ არის საუბარი. მოლოდინი არასდროს არაფრის არ მაქვს, ჩვენ ვიბრძვით, როგორც დავიწყეთ ბრძოლა, ვაგრძელებთ ჯერჯერობით ლეგალურად და იმედი მაქვს ესე გავაგრძელებთ, დავხურავთ ამასაც, დავხურავთ უზენაესსაც, წავალთ სტრასბურგში. სინდისის პატიმრები საერთოდ პატიმრობაში არ უნდა ყოფილიყვნენ, არა თუ ის რომ ერთი წლისა და ერთი თვის მერე უნდა გათავისუფლებულიყვნენ და სადიზმი არ ეს ახლა ჩვენ თვალს ვადანებთ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გასული წლის 3 სექტემბერს სინდისის 11 პატიმარს 2 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას ედავებიან. დაცვის მხარე მეორე ინსტანციისგან ამ განაჩენის გაუქმებას მოითხოვს. შესავალი სიტყვები თქვა როგორც ბრალდების მხარემ, ასევე დაცვის მხარემ და ასევე თავად სინდისის პატიმრებმა ისარგებლეს სიტყვით, განცხადების უფლებით მათ სასამართლოს მიმართეს და საზოგადოებას, რომელიც იმყოფებოდა დარბაზში და ასევე საზოგადოებას, რომელიც არ იყო დარბაზში, თუმცა მათ ჰქონდათ იმედი, რომ მედიის დახმარებით ეს სიტყვები მაინც გაჟღერდებოდა რაღაც ფორმით. სხვა შემთხვევაში უკვე მომავალი პროცესიდან დაიწყება დასკვნითი სიტყვები, დასკვნითი ეტაპი, წარმოადგენს პროკურატურა, შემდგომ უკვე დაცვის მხარე და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკვე სასამართლო. სინდისის პატიმრების საქმის არსებითი განხილვა მეორე ინსტანციის სასამართლოში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. შემდეგი სასამართლოს სხდომა 29 იანვარსაა ჩანიშნული. ამ დღეს საქმე სავარაუდოდ დასკვნით ეტაპზე გადავა. რაც იმას ნიშნავს, რომ პატიმარმა დემონსტრანტებმა უახლეს მომავალში უნდა შეიტყონ მიხელ ჩინჩალაძის სასამართლოს ვერდიქტი.